Დავბრუნდით კვლავ ჩვენ პირდაპირ ეთერში. ქალბატონსებდი, ესე თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით. რა მინიშნებები ამოიკითხეთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა გივით არგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საკმაოდ მწვავე განცხადებები მოყვა დღეს თქვენი პარტიიდან კვირიკაშვილის გამოსვლას. მე სამწუხაროდ არ მომისმენია ჩვენი პარტიის ლიდერების განცხადებები, მაგრამ რაც მოვისმინე, დატოვა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება და ის განწყობა, რომელიც მუდმივად მეც მინდა რომ კონდეს, რომ ხომ იცით, ეძახით ესე უკეთესი, ანუ იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც აუცებდა მართლაც უარყოფითად მთელ საზღვარგარეთსა და საქართველოს თავისი აგრესიულობითა და გამონათქვამებით და მოვიდა თითქოს და რბილი, უფრო ზრდილობიანი, ნაკლებ აგრესიული ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა იმ მესიჯებს, რაც არის ქართული ოცნების აჟღერებს, მაგრამ თითქოს უფრო, ესე ვთქვათ, დელიკატურად. ამ შემთხვევაში ეს მესიჯი, რომელიც მას დარწმუნებული ვარ მოუმზადეს, არ ამგონია მისი შინაგანი ბუნებიდან ეს მომდინარეობდეს და რომელიც მან გააჟღერა, იყო სრულიად არამცდუ მიუღებელი, არამედ იყო აღმაშფოთებელი, იმიტომ რომ მან პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს მოუწყო თავის თავს ან თარგამაძემ, ან მას მოუწყო ნაციონალურმა მოძრაობამ და რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არის დაგეგმილი. ანუ სააკაშვილზე იყო მინიშნება, მე ფრაზას წავიკითხავ, ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ყველა აგებს პასუხს. აქ ამოიკითხეთ, რომ შეიძლება სააკაშვილზე იყოს ლაპარაკი. მან პრაქტიკულად ეს თქვა. აბა რა ვიცი, ხა ივანიშვილიც არის საფრანგეთის მოქალაქე და არ ივანიშვილს გულისხმობდა, არ მგონია. ასე რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი გზავნილი არის. მე გამოვლილი მაქვს ესეთი წლები და ძალიან კარგად ვიცი ეს რა არის, როგორ არის, როდესაც თავის დროზე ვთქვათ, აბრალებდნენ რაღაც ტერაქტებს ზვიადისტებს, მე აღმოჩნდებოდა რომ გიორგადის ჩატარებულია, მაგრამ ზვიადისტებს მაინც იჭერდნენ, იმიტომ რომ ამათ უნდოდათო, მცდელობა ჰქონდათო. ეს არის ის, რომ აბსოლუტურად იგივეა ბატონი კვირიკაშვილი და ზღარიბაშვილი, მას აქვს უფრო ეთიკური ფორმა, გაკეთებით ეკონომიკის მინისტრი იყო და ვერაფერი ვერ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, პრემიერ-მინისტრია ვერაფერი ვერ გააკეთა და ქართულ ხალხს პირდება 9 ოქტომბრიდან ნახშენებლობას მაისის თვიდან და რატომ არ დაიწყო მაისში და აპრილის კარგით, მოდით ბატონის აზას პასუხი მოვისმინოთ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. მინდა აქვე გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები არიან დაზარალებულები, ადამიანები არიან დაზიანებულები და ეს ნაკლებად ადარდებს ბევრ მაღალჩინოსანს და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ბატონ ზაზა, აი ეს ფრაზა ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აი ეს გახდა დავის საგანი. რა შეიძლება აქ იგულისხმებოდეს? ჩვენ არ აგვაქვს საშუალება რომ პრემიერ-მინისტრს ვკითხოთ ეს, მაგრამ მისი გუნდის წარმომადგენელი ხართ და თქვენ როგორ გაიგეთ ეგ? დღეს ძალიან ბევრმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი. ამიტომ მოდით ამას დავანებოთ. უნდა ისე დათარეშობენ საქართველოში. დავანებოთ თავი ამას რეალურად. მათ იმუნიტეტზე იყო უკაცრავად ბატონზე, მათ იმუნიტეტზე იყო საუბარი? ვერ გეტყვით, ვისაც როგორ უნდა რატამის არ იყოს, ვისაც როგორ სადეწოება იმის მიხედვით აწუხებს. ამიტომ ისე მინდა გითხრათ, რომ ძალიან აგრესიული იყო ამას მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის პროგრამის წარდგენაზე და პირდაპირ დაადეს ხელისუფლებას ამის ორგანიზაციაში აფეთქებებში ეჭვმიტა ესე რა ქვია, აფეთქებებით და ამით უნდათო, ასე ვთქვათ, არჩევნების მოგება და ფონდს გატანა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე გამოვრიცხავ ცილის წამებას, რომ ეხლა ნაციონალური მოძრაობას პირდაპირ დავდო ბრალი ამ იმაში გამორიცხულია ასეთი რამე ჩემგან, თუმცა წლების მანძილზე ძალიან კარგად მახსოვს აი დამეთანხმებიანი ის ადამიანები, ვინც ოპოზიციაში იყვნენ, ყველა დაანონსებული დიდი მიტინგის წინ, ან საარჩევნო ასე ვთქვათ დღეების მოახლოების წინ, ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული აფეთქებები, რომლის შემდეგაც მერე იჭერდნენ ადამიანის აიძულებდნენ რომ აეღო თავის თავზე და ასე შემდეგ. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას კონტექსტში ლაპარაკი, აი რაც თქვენ კონტექსტი აღწერთ, ესეც ხომ არ არის ერთგვარი მინიშნება, ან ასე ვთქვათ, სამილი თქვენი ამომრჩევლისთვის. ნახეთ, თქვენ ნაციონალურ მოძრაობაზე გააკეთეთ აქცენტი, ხომ არ მივიღეთ სიტუაცია, სადაც ორივე პარტია ფარულად რაღაც გზავნილებს თავის ამომრჩეველს მე არ გამოვრიცხავ და ვადასტურებ, რომ ეს არის მათი სტილი და ასე მუშაობდნენ წლების მანძილზე, ასეთ რამეებს აკეთებდნენ და ერთ-ერთი ასეთი აქცია გვახსოვს მუხროვანი, სადაც
ვანო მერაბიშვილი ითხოვს 2 გვამს და აქედან ერთი მიართვეს, მეორე მძიმედ დაიჭრა. მეტი რაღა მტკიცებულება გვინდა ეხთი ვერ ვიგებ. და აჯანყება არ იყო თქვენ? იყო თუ არ იყო ვანო მერაბიშვილი 2 კაცის ყვლისა იმას იძლევა. ეს იყო დრო, როდესაც ვალერი გელაშვილი ქუჩაში დაგვაცადეთ თუ შეიძლება. ვალერი გელაშვილი ცემეს ქუჩაში და იყო გამოუძიებელი. დავითაშვილი ცემეს ქუჩაში და იყო გამოუძიებელი. მიტროფანე ლაღიძეს პირდაპირ შთამომავალი ვახტანგ ლაღიძე ქუჩაში 3 ჯიპით გადაუდგნენ და თურმე არაფერი არ ხდებოდა. თუ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია არ იყო 24000 პატიმარი როგორ დააგროვეს ამიხსენით და გარდა ამისა ამ ადამიანებმა მოუწყეს 26 მაისი და ნოემბერი თავის მოქალაქეებს, სადაც სისასტიკით არ ჩამოუვარდებოდნენ 9 აპრილს და მინდა გითხრათ რომ თუკი მაშინ უკაცრავად და ბესპრეზორნიკები ჩამოიყვანეს, ეს ჩვენი მოქალაქეები მიუსიეს ერთმანეთს და აი ამ ყველაფრის ჩამდგენი მიხეილ სააკაშვილმა დააწინაურა პრემიერ-მინისტრად. აი ეს სხვაობაა ჩვენ შორის. გასაგებია, კი ბატონ გიორგის მოусმინოთ, მაინტერესებს ის როგორ უყურებს იმ მოვლენებს, რაც მოხდა თბილისის ცენტრში გუნდში და შეფასებებსაც. ეცით მე ნამდვილად თავშევიკავებ რომ ვისაუბრო იმ განწყობებზე და იმ გარკვეულ ეჭვებზე და იმ გარკვეულ მოსაზრებებზე, რომელიც მაქვს, მაგრამ არსებობს ძალიან კონკრეტული კითხვები, რომელსაც პასუხი აქვს გასაცემი და მე იმედი მაქვს. თუმცა ძალიან დიდი არა, მაგრამ მაინც იმედი მინდა ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება ამას და საგამოძიებო ორგანოები ძალიან მალე მოახერხებენ, თუნდაც ინფორმაციის დონეზე მიწოდება საზოგადოებისა, რომ გამოძიებაც ხელკვალზე რაღაცა კონკრეტული შედეგით მიმდინარეობს. და თუ მთლიანად არა, რაღაც ნაწილობრივ მაინც, იმიტომ რომ როდესაც საქმე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრა ამ პოლიტიკურმა პარტიამ, არის ისეთი, აი ზაზამ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მე ხურჩასაც გავიხსენებდი. ხურჩის ინციდენტს, როდესაც ყველამ გავიგეთ, ყველამ საბოლოო ჯამში მაშინ ხო ეჭვგვეპარებოდა, მაგრამ ბოლოს დარწმუნდა სულ ყველა, რომ ეს იყო მათ მიერ მოწყობილი ინციდენტი, როდესაც ესხროდნენ მოქალაქეებს სრულიად გაუგებარი მიზნებით და გაუგებარი სურვილებით და ყველაფერს ეს წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბვისთვის იყო გათვალისწინებული 2008 წელს. და ეს ყველაფერი გავიგეთ და როდესაც ასეთი პოლიტიკური პარტიაა, როდესაც ასეთი დამნაშავე, როდესაც ასეთი ძალიან კონკრეტული დანაშაულებები აქვს ჩადენილი, იქ ძალიან ბევრი ეჭვი ჩდება ამ ყველაფერთან მიმართებაში. ისმის კითხვები, რომელსაც პასუხი აქვს გასაცემი, მე არა ვარ ექსპერტი, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზულად მცოდნე ადამიანი ჭირდება იმას, რომ მანქანაში დისტანციურად მართვიდი. ყველა ამ შეკითხვის ადრესატი არის ხელისუფლება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გასცეს პასუხი. რა თქმა უნდა, ვახტანგ, ხელისუფლებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. და თუ ეს არის სპექტაკლი, უნდა ითქვას, რომ ეს არის სპექტაკლი. თუ ეს არის უცხო ქვეყნიდან შემოსული რაღაცა ჯგუფი და დივერსია უცხო ქვეყნის ვიღაცა კრიმინალების, უნდა იყოს ეს. თუ ეს არის პოლიტიკასთან კავშირი, უნდა დადგინდეს და უნდა გაცხადდეს. მე მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვები და საზოგადოებასაც აქვს ეს კითხვები. დღეს მთელი სოციალური ქსელი აი ამ კითხვებით არის გაჯერებული. როგორ მოხდა, რომ მაინც და მაინც ისე დაამონტაჟეს ამ მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება, რომ უკუღმა აფეთქდა? როგორ მოხდა ის, რომ ამ ხელაწნევის შექმნის შემდეგ მანქანაში ადამიანებს არავითარი არც ხვიდან, არც სისხლიდან კაპილარი არ გაუსწრდათ, როდესაც ეს ელემენტარული რამეა. ერთსაც დაგიმატებთ. უამრავი თემაა, რომელიც თუ შეიძლება დაგიმატებთ, ამ ყუმბარას არ ქონდა ნასხლეტები. ანუ ხო იცით ნასხლეტი რა არის? ის ნაწილაკები, რომელიც სპეცდება და მეორე კლავს ადამიანს. აი ესეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაგროვილი ენერგიის ზალა, რომელმაც ამოხეთქა უკანა მხარეს და როგორც ამიხსნეს იმ ადამიანებმა, ვინც გარკვეული არის აფეთქებაში, დღეს სავსებით შესაძლებელია მიმართულებადი აფეთქება, როცა ერთი მიმართულებით არაფერი არ ზიანდება გარდა თქვა და ესეთი დიდი აფეთქებისა და მეორე მიმართულებით, ანუ ეს მიმართული იყო უკანა მხარეს. უბრალოდ ლოგიკა არა, ხო? ასეთ რამეს ვერ მე და შე ვერ დავამონტაჟებ მაგას ვახტანგ, იმიტომ რომ არ ვიცი და მის დამონტაჟება. ეს რა გააკეთოს ცოდნი ადამიანმა და ცოდნი ადამიანმა უკუღმა რატო ჩადო ეს გამაგებინეთ. გალბატონი მან. ბუნებრივი არსებობს პოლიტიკოსის პოზიცია, რომელიც აუცილებლად თავშეკავებული უნდა იყოს და ბუნებრივია მე ახლა ვერც ერთ მხარეს ვერ დავადებ ხელს, ცხადია ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ, მაგრამ არსებობს მოქალაქეების შეფასებები და დღეს ჩვენ ყველანი წინასაარჩევნო პროცესში ვართ, ყველანი მოქალაქეებს ხვდებით და აი ამ საუბრებიდან მე გამოვიტანე ერთი დასკვნა, რომ ეს პროცესი, ის რაც გუშინ მოხდა, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი სტაბილურობისთვის. სამწუხაროდ აქ ხურჩის ინციდენტი იქნა ნახსენები, საზოგადოებას უკვე გაუჩნდა განცდა იმისა, რომ აი თუ კი რამე აფეთქება, თუ კი რამე სროლა, მკვლელობა, რაღაც ეს ყველაფერი მაინც და მაინც უნდა მოხდეს არჩევნების წინ, ანუ არის მართული პროცესი. საზოგადოებაში ეს განწყობა. ეხლა რა თქმა უნდა, თიც ვერ გავიშვერო ერთ ერთი მხარისკენ, ვერც მეორე მხარისკენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ერთნიშნულოვნად ხელისუფლების პასუხისგებლობაა. ის
რომ ქვეყანაში ხდება და დასაშვებია რომ ვიღაცას ესროლოს, ვიღაცამ ვიღაცა ააფეთქოს და ასე შემდეგ, ბუნებრივია მიანიშნებს იმაზე რომ ადამიანებს არ აქვთ განცდა რომ მათ დაიჭერენ ამის გამო, არ აქვთ განცდა რომ მათ სათანადოს მიუზღავენ ამის გამო. ეს არის ყველაზე მთავარი და ერთი, რაზეც მე არ შემიძლია არ თქვა. როდესაც დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მიიღო ის კანონი, რაც მიიღო, ანუ მან დაიტოვა ერთ-ერთი გასაღები, როდესაც ჩვენ ვამბობდით რომ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს მოსმენები, არ უნდა ქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომა, მათი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს აუცილებლად გჭირდება და თუ არ მოусმინეთ და თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ როგორ? ოპერატიულად და ეხლა მე მაინტერესებს, იცით, რამდენი რამ მოხდა და სად არის ეს ჩვენი მოსმენების სამსახური? თუ ასე ჭირდებოდა ბატონი ზორიას მაშინ და თუ ასე ჭირდებოდა იმ სამსახურებს, სად არიან ეს ადამიანები? ნუ თუ ასე იგეგმება ეს ყველაფერი, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა ჩაიფიქრა, განახორციელა, არავისთან კავშირი არ ჰქონდა, არავის არ შეხვდა, არავის არაფერი. აი, რას ემსახურება ის ორგანო, რომელმაც დაიტოვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და სანაცვლოდ იმისა, რომ ჩვენ აღმოხვრილიყო ესეთი რამ, ხედავთ, რომ ხან ვიდეო გავრცელდება, ხან ვიღაცის ჩანაწერი ვრცელდება, ხან ვიღაცას ეს დავიღალეთ, იცით? აი, საზოგადოების განწყობა შემიძლია უთხრა ნაციონალურ მოძრაობასაც და ხელისუფლებას. დავიღალეთ, აღარ გვინდა, ჩვენ გვინდა სულ სხვა ცხოვრება, ჩვენ გვინდა სულ სხვა საქართველო, ჩვენ გვინდა სულ სხვა სამყარო. ქალბატონ მანამ, მე ახლა პროგნოზირებას არ გთხოვთ, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც პოლიტიკოს აგრძნობინებს, მყარია თუ მყიფეა მდგომარეობა არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ხომ? ამ კვირაში თქვენ თავად ახსენეთ, ამ კვირის განმავლობაში იყო ფარული ჩანაწერები, იყო ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, გუშინ გივით არგამაძესთან დაკავშირებული, საით შეიძლება წავიდეს ეს პროცესი თქვენი აზრით? იცით რა არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელს ვერავის ვერ ვადებ, მაგრამ აი ამ გუშინდელმა აფეთქებამაც და ამ პროცესებმაც გარკვეულწილად ქართული ოცნების დისკურსზე დაასხა წყალი, იმიტომ რომ საზოგადოება ამბობს, რომ ისევ ეს ხელისუფლება იყოს ჯობია, ვიდრე რაღაცა შეიცვალოს, იმიტომ რომ რაღაცა სტაბილურობის გარანტად მაინც ყოველთვის ხელისუფლება აღიქმება, რატომღაც, თუმცა ყოველთვის ხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს სტაბილურობის შექმნას ქვეყანაში, მაგრამ ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ ის, რაც გადაცემის დასაწყისში ვთქვი. დიახ, დასრულდება ორპოლუსიანი ქართული პოლიტიკა აუცილებლად. საზოგადოების განწყობა არის, რომ ჩვენ აღარ გვინდა მომდევნო 4 წელი პარლამენტშიც, ეთერებშიც უსმინოთ სულ აი ამ ორი ძალის დაპირისპირებას. ეს უნდა დასრულდეს და ამას დაასრულებს 8 ოქტომბერი. მე ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, დავდივარ კარდაკარაც, მაგ შეხვედრებიც, ძალიან ბევრი ადამიანს ხვდები და ადამიანები საბედნიეროდ აკეთებენ დასკვნას, რომ ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება კონკურენცია პარლამენტში, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც იქ შევა, ერთმანეთს ეჯიბრებოდეს იმაში, როგორი კანონი მიიღოს, რომ ხალხს ცხოვრება გაუმჯობესდეს, როგორი ბიუჯეტი მიიღოს და არა ის, რასაც დავასრულებ, და არა ის, რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება, რომ თურმე პენსიას რო დაპირდნენ, ეს ბიუჯეტში არ უნდა შეეტანათ, ეს თურმე მე ეს გაუგონარი რამეა, მინდა გითხრათ, ძალიან სერიოზული შეცდომაა, დილეტანტობაა, მე თუ მკითხავთ, ამიტომ ამას წერტილს დაუსვამს. გასაგებია, ვასრულებთ, ქალბატონ სევდია, თუ გაქვთ რაიმე სათქმელი, ჩვენი დრო პრაქტიკულად ამოიწურა ამ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ისევ და დესტაბილიზაციას როდესაც ახსენებენ, ყველაზე ხშირად თქვენი პარტიის მისამართით მოდის ხოლმე ეს ეჭვები სახელისუფლებო ძალიდან. სასაცილოა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არანაირად არ გვაწყობს დესტაბილიზაცია, ჩვენ შვიდად წნარად მივდივართ არჩევნებზე, იმიტომ რომ ძალიან გაზრდილია ჩვენი რეიტინგი და ჩვენ ამ სიტუაციის გადატეხის სრული რწმენა გაგვაჩნია, რაც შეეხება ბატონ გივით არგამაძესთან დაკავშირებულ ფაქტს, მე როგორც ყოფილი სისხლის სამართლის ადვოკატი ვერავითარ შემთხვევაში ვერც დავადებ ხელს ხელისუფლებას, ისევე როგორც მათ არ უნდა დაადონ ხელი, რომ გივით არგამაძე თვითონ იფეთქებს თავის თავს, მაგრამ ცხადია, თუ კი შეიძლება მართული ბომბის გაკეთება ისეთის, რომ არ დაზიანდეს წინ არავინ და ვინ იცის საერთოდ რომ წინ ჯდება და მძღოლთან ჯდება ადამიანი და არ ჯდება უკან ეს არ ვიცი. ასევე თუ შეიძლება, ასევე შეიძლება სხვამაც დამონტაჟოს ასეთივე ბომბი, არა მკვლელობის მცდელობით, არამედ ზუსტად ტერაქტის დაშინების მცდელობით, ხელისუფლებასაც ასევე შეუძლია ეს გააკეთოს, როგორცაც ახლა ბატონი ოპონენტი ჩემი მიუთითებდა, რომ ეს დარყმის ძალა და ეს თურმე ასე არის დამონტაჟი. ასე რომ მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ქალბატონ მანას ვეთანხმები, რომ ქართულ საზოგადოებას ეს მობეზრდა, ეს არ აწყობს, არ უნდა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სულაც არ არის ჩვენი
მხარდამჭერი და ჩვენ არანაირად არ მოისაზრება ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ ნაწილად ამ მხარდამჭერს და როცა იგი ამბობს და მას ესვრიან და ხალხი დაჭრილია და იგი პირდაპირ ადებს ხელს ქართულ ოცნებას და კალაძის კლასს, ასეთ შემთხვევაში როგორ გინდათ რომ ხალხს ნდობა კონდეს და სტაბილიზაციას მე მიკვირს ქალბატონ მანასი ელოდეს ხელისუფლებისგან. მაგრამ აი ხურჩის ინციდენტი შეგახსენათ ბატონ მაგიორ, აი ნდობაზე თუ მიდის ლაპარაკი, ამ ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით შეიძლება რომ ეჭვით. და რატომ ფიქრობთ თქვენ რომ ეს ინციდენტი გამოძიებული ხელახლა არის უფრო სანდო ქართული ხალხისთვის ვიდრე რომელიც გამოძიებული იყო მანამდე. მე არ გამოვიწყავ დადგეს დრო, როდესაც კიდევ სხვა შეფასება მიეცემა იმ ხურჩის ინციდენტს. საბჭოთა კავშირი თავის პირობებში ახერხებდა სტალინის დახვრეტილ ხალხს რეაბილიტაცია გაუკეთა. კი ბატონო, ვასრულებთ რა რეპლიკა გაქვთ ბატონო. კი ბატონო, ვასრულებთ და რეპლიკა ბატონ ზაზას და ჩვენი დრო. განსაგებია გისმენთ. ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა მკვლელობა არის გახსნილი, მკვლელობა ხდება ყველა ქვეყანაში და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არა, თავი მოიკლა 1 წუთით. ეხლა როცა წაიგნოში ვართ ამ თემას ნუ გაწევთ თუ შეიძლება. მე არ გამიგია რომ წინა დღეს ნაყიდი პისტოლეტით ვინმე მოკლას ადამიანი. ესეთი რამე მგონი კრიმინალისტიკის პრაქტიკაში არ არის. ყველა მკვლელობა, რომელიც შეფასდა როგორც მკვლელობა, არის გახსნილი ბოლო 1 წლის განმავლობაში. რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ როგორ გეგმავთ, აი ქალბატონ მანანას მინდა, თქვენ სპეციალისტებს ქალბატონ მანანა ჯობია რომ ურჩიოთ, რომ ჯერ თქვენი პარტიის ფინანსები განკარგონ ისე რომ არ დაიდონ 54,000 დავალიანება შტაბის და შემდეგ იფიქრონ პარლამენტში უკვე ქვეყნის ბიუჯეტის და ფინანსების განკარგვა. მეც მოგიწოდებთ რომ წინა საარჩევნოდ მაინც და მაინც ფინანსურ არხებს ნუ გადაუკეტავთ ოპოზიციას და ნუ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებს სამწუხაროდ ოპოზიციის სამართლით. ბატონო? როგორ უკეტავთ ფაქტი მითხარით? ნუ ეს რა ვიცი. მე არ ყოფილვარ ხელისუფლებაში და შეგვიძლია ამ ფინანსურ საკითხებზე ვისაუბროთ. ზაზა ხუციშვილი, სევდია უგრეხელიძე, მანანა ნაჭყებია და გიორგი ახვლედიანი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე სულ რამდენიმე წუთით გემშვიდობებით რუიანის სტუდიიდან შემოგიერთდებით სხვა სტუმრებთან ერთად დროებით.